საქართველოს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად ზახესის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა. კომპანია ენერგოპრო ჯორჯიას ხელმძღვანელმა სტუმრებს ბოლო წლებში კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თანხა, რომელიც ჩეხურმა კომპანიამ საქართველოში ჩადო, 500 მილიონ ლარს აღემატება. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საინვესტიციო კლიმატი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ გაიზრდება. ეს ჰიდროელექტროსადგური წარმატებული ინვესტიციების მაგალითია. ეს ქვეყნის წარმატებაც არის. სამ კვირაში ხელი მოეწერება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მათ შორის დოკუმენტს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის თაობაზე. ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, საქართველოს საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდება და ამას ჩეხეთი ყველანაირად ხელს შეუწყობს. ენერგოპრო ჯორჯია საქართველოში 2006 წელს შემოვიდა და არამხოლოდ ენერგობაზარზე, არამედ ზოგადად ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ჩვენი მიზანი აბონენტების უწყვეტი ენერგომომარაგებაა. ამ კუთხით ინვესტიციები კვლავ ჩაიდება. ენერგოპრო აშენებს ბათუმ-მიურატლის ხაზს 350 მეგავატიანს, რაც საშუალებას გვაქცევს კიდევ დამატებით ექსპორტი ვაწარმოოთ ჩვენი ელექტროენერგიის. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და გარდა ამისა თავისთავად ენერგოპრო უყურებს ახალ შესაძლებლობებს საქართველოს ბაზარზე.